ქუთაისში უწყვეტი პროტესტის მე-18 საღამოა. ევროინტეგრაციის მომხრეები ამ წუთებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან არიან შეკრებილი. ცოტა ხნის წინ აქ მყოფ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. მე პირდაპირ ეთერში გავესაუბრები გიდებს, მათ სათქმელს მოვისმენ თუ რა მიზეზით და რა გზავნილებით მოვიდნენ ისინი ქუთაისის მერიასთან. მთავარი არხის პირდაპირ ეთერში ვართ, თუ შეიძლება რომ გითხრათ თქვენი სათქმელი, რატომ გამოხვედით ქუჩაში და რას აპროტესტებთ და ამავე დროს რას მოითხოვთ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოგეხსენებათ, გიდები ზოგადად აპოლიტიკურები არიან, მაგრამ დღეს ისეთი შემთხვევაა და დღეს ის შემთხვევა, როცა ყველამ უნდა ხმა ამოვიღოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ ტურიზმი და ქუთაისელი გიდები დღევანდელ სიტუაციას, აი იმ დაკავებული ხალხის უსამართლოდ დევნილები არიან თუ ნაცემი არიან, აპროტესტებს რა თქმა უნდა მათ ამ მდგომარეობაში ჩაყრას. და ყველაზე მთავარი ეს არის ჩვენი ევროპული არჩევანი, რომელიც რა თქმა უნდა არ განიხილება, ანუ სხვა ალტერნატივა ჩვენ არ აქვს. ისტორიულად ევროპა არის მთავარი ჩვენთვის ევროპის ნაწილი ვიყავით და ვართ და რჩებით ასე. უღრმესი მადლობა. აქციის კიდევ სხვა მონაწილეს გავესაუბრები. ხედავ გიცსა და მსახიობს დავით გაჩეჩილაძეს. ბატონო დავით, რა არის თქვენი სათქმელი? რატომ გამოხვედით ქუჩაში და რას ეტყოდით ქართულ ოცნებას? ისევე როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ქუჩაში დგას, ჩვენი მოთხოვნა, ჩემი პირადი მოთხოვნა და ჩემი როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლის მოთხოვნა პირველ რიგში არის სამართლიანობა, რომლის გარეშეც არ არსებობს მშვიდობა და მინდა ასევე სოლიდარობა გამოუცხადო ყველა უკანონო დაკავებულს და კიდევ ერთხელ ვითხოვ სამართლიანობას, რომლის გარეშეც მშვიდობა არ არსებობს და თუ მშვიდობა არ იქნება არც ტურიზმი, არც თეატრი, არც სკოლა და აღარც სპორტი, არაფერი არ იქნება მშვიდობის გარეშე. ამიტომ სამართლიანობა და მშვიდობა. უღრმესი მადლობა. როგორც უკვე აღვნიშნე, აქციაზე გარდა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების, ასევე სხვადასხვა პროფესიის წევრები არიან. ხედავ მხატვარ ქრისტინა რობაქიძეს. ქრისტინა, ქუთაისში არ უყვართ აქციები, თუმცა ხედავთ, რომ უკვე 18 დღეა უწყვეტად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან გამოდის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მათ შორის მხატვრებიც. რატომ, რა მიზეზით, რას აპროტესტებთ? პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა ყველა ადამიანს, ვინც ამ სიცივეში თითქმის ერთი თვეა იცავს თავის ღირსებას, თავისი შვილების მომავალს და მეც სხვანაირად რა თქმა უნდა არ შემეძლო, როცა ჩვენს დებს და ძმებს ასე უმოწყალოდ უსწორდებიან, უბრალოდ თავიანთი სიმართლის, თავიანთი სინდისის, თავიანთი ქართველობის დაცვისთვის, თავიანთი შვილების მომავლის დაცვისთვის კონფორმიზმის დრო ნამდვილად არ არის და მე უერთდები ქუთაისიდან ამ პატარა ქალაქიდან თბილისს და თბილისში გამოსულ ხელოვანებს და ჩემი ერთი ხმა, ჩემი მოწიწება და დიდი პატივისცემა მათ, რომ ისინი ყოველთვის სწორ პოზიციაზე და საქართველოს სადარაჯოზე დგანან. უღრმესი მადლობა. აქციაზე ვხედავ სამოქალაქო აქტივის, ასევე თვით დასაქმებულ ელისო გეგენავას, ის ამავე დროს დიზაინერიც არის. თქვენი სათქმელი რა არის, თუ შეიძლება რომ გითხრათ? ხედავთ უწყვეტად გამოდიხართ უკვე ორ კვირაზე მეტია ქუჩაში და აპროტესტებთ ოცნების ხელისუფლების საგარეო კურსს. დღეს ზედმეტად აღშფოთებული ვარ, 18 დღე აღშფოთებული ვარ, თუმცა დღეს გავიგეთ, რომ ჩვენმა ქართველმა პარლამენტარებმა მიიღეს კანონი იმის შესახებ, რომ არ არის აუცილებელი საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ფლობდნენ ქართულს. აი ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა და ვკითხო. საით მიდის ჩვენი საქართველო ევროპისკენ თუ რუსეთისკენ, რომელიც ესე მწარეთ მიგვაქანებენ, დრო არის გამოფხიზლების, დრო არის ერთობის და იმის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ენა და ჩვენი კულტურა. ელისო, საინტერესოა, როგორ აფასებ ასევე მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას? ჩვენ ტაქსის ძღოლები ყავს ორ დიპლომიანები და პრეზიდენტი ყავს უდიპლომო. გილოცავთ ქართველებო. საინტერესო მოსაზრება იყო. კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრები, მათ სათქმელს მოვისმენ. საინტერესო არის რა გზავნილებით არიან ისინი ქუჩაში გამოსული. მთავარი არხის პირდაპირ ეთერში ვართ, თუ შეიძლება რომ გითხრათ, სად ხედავთ გამოსავალს, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესები და ფიქრობთ თუ არა რომ ქართული ოცნება დაიხევს უკან? ქართულ ოცნებას სხვა შანსი არ აქვს. იმიტომ რომ დღეს საზოგადოება არის ერთსულოვანი მის არჩევანში. და ის უკვე დღეს მე-18 დღეა იცავს საკუთარ ხმას
თავისუფლებას, ჩვენი პროტესტის უფლებას და ქუთაისშიც მე 18 დღეა უკვე აქ დგას ეს ხალხი, შედარებით მცირე რაოდენობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან საამაყოა ეს ყველაფერი და არ გაჩერდება ხალხი მანამ სანამ არ დაიხევს მთავრობა უკან და ეს არის აუცილებელი პირობა. სხვა გზა აქ არ არსებობს. უღრმესი მადლობა აქციაზე ამავე დროს ჯენზის თაობის წარმომადგენლებიც არიან, სკოლის მოსწავლეებიც აღშფოთებულები არიან, ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკით ხედავ ახალგაზრდას. თქვენი სათქმელი რომ გითხრათ, რატომ გახართ ქუჩაში აქ მყოფ ადამიანებთან ერთად? მე დღეს ვდგავარ იმ ხალხთან ერთად, რომელსაც უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, სკოლა აქვს დამთავრებული და ჩვენ ვხედავთ რომ ყოველდღე ხდება უფრო და უფრო ცუდი ქმედებები. მაგალითად, ჩემი პრეზიდენტი პირადად ამ ხალხის პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი განათლება. და სწორედ იმას ვაპროტესტებთ, რომ ჩვენ იმ კურსს, რომელსაც ვირჩევთ ევროპულ კურსს, გვართმევს იმ ჩვენ თავისუფლებას ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება და ერთადერთი მხოლოდ შეუძლია გინება. და მე მგონი ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და გააპროტესტოს ამ მთავრობის ქმედებები. ესაა ჩემი სათქმელი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთ სკოლის მოსწავლეს გავესაუბრები, გოგონა ევროკავშირის დროშით. თქვენი სათქმელი რა არის და საინტერესოა ასევე როგორ აფასებთ სკოლის მოსწავლეები უდიპლომოდ მიხეილ ყაველაშვილის დანიშნვას პრეზიდენტად. პირველ რიგში მას ვიტყვი, რომ მე ჩვენ პრეზიდენტს არ ვაღიარებ, იმიტომ რომ ჩემი აზრით პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთი განათლებული, რომ ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს სტიმულს უნდა აძლევდნენ, რომ ისწავლონ და თუნდაც პრეზიდენტი გახდეს. რა ვიცი, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს არის ეგრეთ ასეთი დაცინვა, და სკოლის მოსწავლეებს აქცინიან იმის, რომ შეგიძლიათ რომ უდიპლომოდ გახდეთ პრეზიდენტიო. მე არ ვაღიარებ და მე ვაპირებ კიდევ აქ დგომას, იმიტომ რომ მინდა რომ შევცვალო ჩვენი მომავალი. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ მოისმენთ გზავნილები ქუთაისიდან, როგორც აქ მყოფი ადამიანები ამბობენ, უწყვეტ პროტესტს ისევ სხვა დღეებშიც გააგრძელებენ და ასევე მომდევნო რამდენიმე საათს ქუთაისის მერიასთან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წინ გაატარებენ და ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას გააპროტესტებენ.